რას ამბობს ოლივიერ ჟირო კვარაცხელიაზე? რას თხოვს არსენალის მწვრთნელი გულშემატკივრებს? რას ამბობს ლუის ენრიკე მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ და როდის დაბრუნდება ბურდუ ზივზივაძე? ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე. რამდენიმე საათში ამ სიმღერის ფონზე ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა დაიწყება. მეტოქეები ისევე როგორც პარიზელები ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტულისთვის ბრძოლას ლონდონიდან დაიწყებენ. ამ ყველაფერს კი ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ის ფაქტი ხდის, რომ ამ დიდი საფეხბურთო დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე და იმედია გმირიც ქართველი იქნება. ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენის სხვა ფეხბურთელებთან ერთად უკვე ემირეიტსია და არსენალთან დაპირისპირებისთვის ემზადება. ვინც არ იცით გეტყვით, რომ ლონდონურ გუნდს პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ ბოლო 5 შეხვედრაში მარცხი არ აქვს. არსენალმა 2ჯერ მოიგო და 3ჯერ ფრე ითამაშა. აღსანიშნავია ისიც, რომ პარი სენ-ჟერმენი არსენალს მიმდინარე სეზონში უკვე შეხვდა. ოქტომბერში გამართული შეხვედრა არსენალის გამარჯვებით 2-0 დამთავრდა. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პარი სენ-ჟერმენი ახლა ბევრად განსხვავებული გუნდია. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად არსენალის მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას კიდევ ერთი კარგი სტატისტიკა აქვს. 11 მატჩიანი წაუგებელი სერია შინ ჩემპიონთა ლიგაზე. პარი სენ-ჟერმენი კი ლუის ენრიკესთან და ქართველ შემტევთან ერთად ისტორიის შეცვლას გეგმავს. პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მოსასვლელად უთულესი გზა გაიარეს და შეიძლება ითქვას, რომ ახლა გუნდი კარგ ფორმაშია. თუ არ ჩავთვლით ბოლო საშინაო და პირველ მარცხს ლიგა 1-ის ამ სეზონში. მოკლედ წინ ორი სანახაობრივი შეხვედრა გვეულდება. პირველ დაპირისპირებამდე კი ორივე გუნდის მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა საინტერესო კომენტარები გააკეთეს. პირველ შეხვედრაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სხვადასხვა მომენტის კარგად მართვა. იქნება მომენტები, როცა წნეხის ქვეშ ვიქნებით, ან პირიქით, როცა ბურთი არ გვექნება, როცა ბურთის კონტროლი დაგვჭირდება. მთავარია ვიცოდეთ, როგორ ვმართოთ და გავუმკლავდეთ სხვადასხვა სიტუაციას. მეტოქეზე ცუც ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ კარგის თქმა შემიძლია. ვიცით, რა რთული იქნება არსენალთან თამაში. ეს დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ცხადია, მე ჩემი გუნდი უფრო მომწონს, მაგრამ ზოგიერთს არსენალი ურჩევნია. ზოგიერთს პარი სენ-ჟერმენი. არსენალი და პარი სენ-ჟერმენი მსგავსი გუნდები არიან, რომლებსაც დაცვა და შეტევა ერთად შეუძლიათ. არის თუ არა არსენალი ყველაზე ძლიერი გუნდი ვისთანაც ვითამაშია? ძალიან რთული სათქმელია, მაგრამ ძალიან ძლიერია. რა თქმა უნდა, ისინი პრემიერ ლიგაში რამდენიმე სეზონია მეორე ადგილზე არიან. ახლა ფინალში გასასვლელად იბრძვიან, მაგრამ ვერ ვიტყვი, ვინ არის საუკეთესო გუნდი, ვისთანაც გვითამაშია. არსენალი ჩვენთვის საუკეთესოთა შორისაა. ჩემპიონთა ლიგის მოგება, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ვფიქრობ, სიტუაციას კარგად ვუმკლავდებით. ამბიციური გუნდი ვართ, რომელსაც ისტორიის შექმნა სურს. ზეწოლა კარგია, როცა ხედავ, როგორ ხვდება შენი გუნდის სირთულეებს. ეს თავდაჯერებულობას გმატებს. ყოველთვის ბრწყინვალე ვერ იქნები, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია. შესანიშნავი ატმოსფეროა. მე ვარ გუნდში ყველაზე სევდიანი ადამიანი. წარმოიდგინეთ, სხვები როგორები არიან. ამ სეზონში არსენალთან შეხვედრიდან დიდი დრო გავიდა. მას შემდეგ ბევრი თამაში იყო და ბევრი რამ მოხდა. აუცილებლად განსხვავებული შეხვედრა იქნება. რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ შედეგი განსხვავებული იყოს. არ ვაპირებთ ჩვენი სათამაშო სტილის შეცვლას. გვინდა რომ გავიმარჯვოთ. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია. ამ შეხვედრაში თამაში ყველას ოცნება. 1000%-ით მზად ვართ. ნანტსა და ნიცასთან უკეთესი შედეგი გვინდოდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ახლა ორიენტირებული ვართ, რომ გავიმარჯვოთ. არსენალთან ოქტომბერში ჩატარებული შეხვედრისგან განსხვავებით უფრო მზად ვიქნებით. ვაპირებთ ჩვენი თავი სხვაგვარად წარმოვაჩინოთ. არ ვართ იგივე გუნდი, რომელიც ოქტომბერში ვიყავით. ეს შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყოს ემირეიტსის ისტორიაში. დიდი ენერგია, ენთუზიაზმია და მოუთმელად ველოდებით ამ შეხვედრას. შესანიშნავი ფანები გვყავს, მაგრამ მათგან კიდევ უფრო მეც ველოდებით. ისტორიას ვწერთ და მეტი გვინდა. ფანებისგანაც მეტი დაგვჭირდება, ვიდრე რეალთან. არ ვაჭარბებ. მოდით სტადიონზე, ბუცებით, შორტებით, მაისურებით. ყველამ ერთად ვითამაშოთ ფეხბურთი. დიდი იმედი მაქვს, რომ ვინც სტადიონზე მოვა, ყველაფერს გააკეთებს. ახლა ისეთი რამ უნდა ვნახოთ, რაც აქამდე არ გვინახავს. მას შემდეგ, რაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, 5-6 წლის ასაკში ოცნება იყო ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. ვიმსახურებთ აკყოფნას და შეხვედრისთვის მზად ვართ. პარი სენ-ჟერმენს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ უკვე ვეთამაშეთ მსოფლიოში საუკეთესოებს: ვინისიუს, როდრიგოს, მბაპეს. ამიტომ თავდაჯერებულები ვართ. შესანიშნავი გუნდი და განსაკუთრებული ფანები გვყავს. ოქტომბერში პარი სენ-ჟერმენი დავამარცხეთ, მაგრამ ახლა განსხვავებული შეხვედრა იქნება. მათ ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავთ. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ შეტევასა და დაცვაში. მოედანზე სწორი მენტალიტეტით გავალთ.
აქვე მოკლედ გეტყვით, რომ ამ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა არსენალის ყოფილმა შემტევმა ოლივიერ ჟირუმ, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო. ჟირუმ ის მომენტი გაიხსენა, როცა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაში კვარამ ასტონ ვილას წინააღმდეგ გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ გოლის გარდა მთელი თავისი კლასი აჩვენა ასტონ ვილასთან გამართულ პირველ შეხვედრაში. სანამ გოლს გაიტანდა, ოსტატური რამ გააკეთა. თან ძალიან სწრაფად. კვარა რაღაც განსხვავებულ თამაშს გვთავაზობს და ის არ ნებდება. იმედია, რომ რამდენიმე საათში ჟირო ბევრ მსგავს და უკეთეს მომენტს ნახავს ქართველის შესრულებით. თქვენ კი დაწერეთ კომენტარში, რას ფიქრობთ, რა შედეგით დამთავრდება ეს შეხვედრა. ახლა კი გეტყვით ერთ კარგ ამბავს. ერთვიანი პაუზის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ ვარჯიში განაახლა და სეზონის ბოლოს ჰაიდენჰაიმის დახმარება შეძლებს. 31 წლის ქართველი დღეს საწვრთნელ პროცესში ჩაერთო და სავარაუდოდ უახლოეს შეხვედრებში მოედანზე გასვლასაც შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ზივზივაძემ ტრავმა ერთი თვის წინ ვოლცბურგთან შეხვედრაში მიიღო, რის გამოც ბოლო 4 თამაში გამოტოვა. ახლა კი ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლ ჰაიდენჰაიმს დაეხმარება. ქართველის გუნდი 31 ტურის შემდეგ 25 ქულით პლეი-აუტის ზონაშია, მე-16 ადგილზე და მე-15 ადგილზე მყოფ ოფენჰაიმს 5 ქულით ჩამორჩება. ამიტომ სავარაუდოდ მთავარი მიზანი პლეი-აუტის ზონაში დარჩენა იქნება. ბოლო 3 ტურში ჰაიდენჰაიმის მეტოქეები ბოხუმი, უნიონი და ვერდერი იქნებიან. სავარაუდოდ ბუდუს გამოჩენას ბოხუმთან 2 მაისს უნდა ველოდოთ. იმედია, რომ ზივზივაძე ამ დარჩენილ შეხვედრებში მისი პირადი სტატისტიკის გაუმჯობესებასაც შეძლებს. ქართველს ახლა 12 ბუნდესლიგურ შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს. მოკლედ გეტყვით იმასაც, რომ დღეს კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის 2 შეხვედრა გაიმართა. გორში მე-10 წუთიდან 10 კაცით დარჩენილი გაგრა დილას ეთამაშა და 2-0 დამარცხდა. მე-10 წუთზე უხეშობისთვის გიორგი გაბედავა გააცევეს. გორის დილას გოლები კი ოთარ ფარულავამ და არუნა უტარამ გაიტანეს. ტორპედო კი სახლში ლიდერთან და მოქმედ ჩემპიონ იბერიასთან 0-1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი პირველ ტაიმში გიზო მამაგეიშვილმა გაიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ 91 წუთზე გიორგი მაკარიძემ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია და იბერიას 3 ქულა შეუნარჩუნა. იბერია 27 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია. დილას კი 23 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. წარმატებები უსურვოთ ქართველ სპორტსმენებს და რა თქმა უნდა, თუ მოგეწონა ვიდეო, არ დაგეზაროს, დაალაიქე, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი სიახლეები. დაბრებული მალა საჯობა პოზიციურად შეყილაძე შეიძლება დარტყმა და გავიდა გოლი. კიდევ ერთი დარტყმა და გავიდა გოლი. გავიდა გოლი, მაინც მოახერხა გოლის დილამ. შეიძლება აუცი ვერ გეტყვით და განგარიში გაიხსნა ამასობაში მე სადამ სულილებას ვაკურდებოდი მამაგეიშვილი გატანილი გოლის ავტორი. პასი ძალიან კარგი, ბაცაცია დარტყმა და მაკარიძემ აიღო ურთულესი ბურთი ბასილაძე შეეძლო. გატანა ძალიან ახლო მანძილიდან უტყავდა. აი ხედავთ, კარგია იონსენი აქ მიიღო პასი გააკეთა ფაცაციას კიდევ ერთი პასი და ვერ დაარტყა კარგად. ვერ დაარტყა კარგად ბასილაძემ და ეს იყო ალბათ თავარი მიზეზი.